სადღაც ორ კვირაში ჩემი შვილი გახდა 18 წლის ბიჭი. უფროსი ბიჭი. და ერთი გადაყვანა გადამიყვანეს ისევ ადმინისტრაციაში, ისევ მამაუა მოსული. გამხდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, კოჭა ლამაზაშვილი, კარგად მახსოვს გვარი. და ესეთ რამეს მეუნება, რომ შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ და რატო ვეკითხები? იმიტომ რომ შენ ხელს არაფერზე არ გვიწერ. ჩვეულებრივ 2-3 დღის წინ იყო მოსული ვიღაცა თუ 2 კვირის წინ იყო თუ რაღაცა იყო მოსული, მითხრეს რომ შენი ჩვენება შეიცვალა, მე რომც არ დავეთანხმო, მეუბნებით რომ ესე იქნება. ანუ ჩემგან რა გინდათ? აი რა გინდათ და აი ამ სიტყვებით ვეუბნები. რა გინდათ რომ მე ვიცოდე, იქნება გეუბნებით რომ კი მე ეს ვიცი და ამაზე გეთანხმებით. ბოლო-ბოლო მითხარით რა გინდათ ჩემგან. აი ამითი შეწყდა ჩვენი ლაპარაკი, არაფერი ლაპარაკი არ მოყოლია, გადავდივარ ადმინისტრაციაში და სადღაც მეორე დღეს ვიგებ, რომ ჩემი შვილი მომიყვანეს ციხეში. ბიჭი. ნუ ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემ შვილს, მე თვითონ ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ. აი გასეირნებას რო ვეძახით, პრაგულკას რო ვეძახით, პრაგულკაზე გაიყვანეს მთელი კამერა და იყო ხოლმე რომ ანუ არ ვიყენებდით ამას, იმიტომ რომ დილით სმენა რო იცვლებოდა თვითონ თანამშრომლების. ანუ თუ გახვიდოდი გასეირნებაზე, წყინდათ, იმიტომ რომ სმენას თავის დროზე ვერ აბარებდნენ და მერე გვირტყავდნენ, გვიჩეჩავდნენ ამ ყველაფერს და ანუ მთელი დღე იმ დალაგებას და რაღაცებს უნდებოდი. კარგავდიოდი და რატომღაც მე მითხრეს, რომ შენ უნდა დარჩე კამერაში. მერე მივხვდი რატომ უნდა დავრჩენილიყავი. რომ ჩემი შვილის წამებისთვის მაყურებინა ეზოში. მაგრამ მიმახვედრეს იმითი, რომ ჩემი შვილი არის დედის გვარზე. საქარიშვილი ჩემი შვილი. ვახტანგ ბერიტაშვილი ხელები უკან და უცბად მე მეგონა რომ მამა ჩემი ანუ მამის სახელი ქვია ჩემი შვილს რა მეთქი მამას დამიჭირეს ალბათ და ანუ მივარდი პანჯარას რა და ანუ რა ვინახე უკვე ჩემი შვილი ძალიან საშინელება ჩავიდინე რითიც პანჯარას აღეფესითი მრგვალი რკინა აქვს ნუ ის მოუტეხე მართლა მოუტეხე დაუშინე ყველაფერს იმიტომ რომ ხა შვილს რო დაინახავ იქ ადამიანს გააკეთებ კაცმა არ იცის